ჩვენი ფილტვები ერთ-ერთი ყველაზე ნაზი სტრუქტურაა, ადვილად ზიანდება, ძნელად აღდგება, ფილტვის გადანერგვა ადვილი არ არის, იმიტომ რომ ურთულესია, შესაბამისად ფილტვებს უნდა გაუფრთხილდეთ. ეს ვიდეო იქნება ამაზე, როგორ გავწმინდოთ ფილტვები, როგორ ავიცილოთ თავიდან ფილტვების შეუქცევადი დაზიანება. თავიდან ვთქვათ, როგორ ზიანდება და რატო ზიანდება ფილტვები ყველაზე ხშირად. პირველი მიზეზი მოწევაა, რა თქმა უნდა, ფილტვის დაავადების თითქმის 60-70% მოწევის გამო ვითარდება. მოწევისას ტოქსინები პირდაპირ აზიანებენ ბრონქებს, ფილტვებს, ფილტვის უჯრედებს, იწვევენ ანთებას, აღიზიანებენ ლორწოვან გარს, შეიცავენ კარცინოგენს და თვითონ უჯრედების მუტაციას იწვევენ. შესაბამისად, უამრავი სხვადასხვა ფორმის ზიანი მოწევას ფილტვებისთვის, ბოლოს დაზიანება შეუქცევადი ხდება, ვითარდება ემფიზემა. ემფიზემა ნიშნავს, რომ ეს უჯრედები ნელ-ნელა კვდება და ამ უჯრედების ნაცვლად დიდი სივრცეები ჩდება ფილტვებში და ივსება ჰაერით, ოღონდ იმ ჰაერს აზრი აღარ აქვს, იმიტომ ის აღარ ფუნქციონირებს, უბრალოდ ფილტვებში სივრცე იზრდება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა გარემოს დაბინძურება. გარემოს დაბინძურებაში შეიძლება ბევრი გულისხმობს გამონაბოლქვს მანქანების, თუმცა ეგეც თამაშობს როლს, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო დიდი როლი არის აი სოფლად ვინც ცხოვრობს ადამიანები და შეშის ღუმელს წვავენ და ოთახში რომ ბოლი დგება და ესეთი ზოგჯერ საკვებს ამზადებენ ისე რომ გამოიყოფა ეს გამონაბოლქვი და ამას ადამიანი სუნთქავს. ესენი უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, მანქანის გამონაბოლქვიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. და მესამე დიდი მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ფილტვებისთვის არის, ესაა ხშირი ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები, ადამიანები, რომელსაც ხშირად ცივდებიან და ხშირად ემართებათ სერიოზული დაავადებები, სერიოზულში იგულისხმება არა უბრალოდ ის, რომ ცხვირიდან ჩამოდის ან უბრალოდ გაცილებულია, არამედ როცა მნიშვნელოვნად ახველებს ბრონქიტი, როცა ემართება ადამიანს და ფილტვების ანთება, როცა ემართება. აი ესენი თუ ხშირად ხდება წელიწადში 3-ჯერ და მეტჯერ, ან 2-3-ჯერ და მეტჯერ, დიდების შემთხვევაში და ბავშვების შემთხვევაში დაახლოებით 6-ჯერ და მეტჯერ, ეგეც ზრდის იმის ალბათობას, რომ ნელ-ნელა წლების განმავლობაში ფილტვები დაზიანდება. პირველი, ყველაზე მთავარი, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია ფილტვების ჯანმრთელობისთვის არის C ვიტამინის მიღება. C ვიტამინი კარგად დადასტურებულია, რომ განსაკუთრებით ადამიანებში, რომლებიც ეწევიან, ფილტვების დაზიანებას ამცირებს, ანელებს და იცავს ფილტვების უჯრედებს დაზიანებისგან, ოქსიდაციური სტრესისგან. მეორე მხრივ C ვიტამინი ასტიმულირებს იმუნიტეტს, იმუნიტეტის დასტიმულირება ამ შემთხვევაში ნიშნავს მაგალითად ნეიტროფილების, ლიმფოციტების სტიმულაციას, რომლებიც მონაწილეობენ იმაში, რომ ანთება არ განვითარდეს, ანთება პრობლემაა, ამიტომ დამატებითი ფილტვების ანთებისგან იცავს C ვიტამინი. ორგანიზმს უსაფრთხოა თუ არა C ვიტამინი, უსაფრთხოა და მეტიც არის კვლევები, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანი C ვიტამინს მიიღებს ბუნებრივი წყაროებისგან, სიმსივნეების, ფილტვების სიმსივნეების რისკსაც ამცირებს. ოღონდ აქ კითხვა იქნება, რომ აბა ჩვეულებრივ, ვთქვათ, აი თუნდაც დრაჟეები როა, სხვა ფორმით C ვიტამინი როა, აზრი არა აქვს? აქვს აზრი, უბრალოდ როცა ხილიდან და ბოსტნეულიდან იღებ C ვიტამინს, სინერგიულად მოქმედებს. ის ხომ მხოლოდ C ვიტამინს არ შეიცავს, სხვა მინერალებს და ვიტამინებსაც შეიცავს, ანტიოქსიდანტებსაც და ეს სინერგისტული მოქმედების გამო არის, რომ უკეთესი ეფექტი აქვს. თორემ ცარიელ C ვიტამინსაც აქვს, რა თქმა უნდა, ეფექტი. როგორი დოზით არის სასურველიო, ეგეთ კითხვა არის ხოლმე ხშირად, ძირითადად 500-დან 1000 მილიგრამამდე დღის განმავლობაში, ვისაც ფილტვების პრობლემა აქვს და თუ ფილტვების პრობლემა არ აქვს ადამიანს და უბრალოდ მხოლოდ პრევენციისთვის 250 მილიგრამამდე დღის განმავლობაში,
პატარა დოზებით და რამდენჯერმე დღეში საკვებთან ერთად ჯობია, იმიტომ ახლა რომ მცირე დოზებით იყიდება და ბევრი, რომ ან ცოტა დალიო და ბევრჯერ დღეში საკვებთან ერთად, რადგან ოპტიმალური შეწოვა მოხდეს. მაგალითისთვის თუ C ვიტამინს მცირე დოზით მიიღებ, თქვა 250 მგ-მდე და საკვებთან ერთად მიიღებ, თითქმის 90% შეიწოვება. მაგრამ თუ C ვიტამინს თქვა 500 მგ-ს ან 1 გრამს პირდაპირ დალევ, მაშინ შეიძლება მხოლოდ ნახევარი შეიწოვოს. ამიტომ აქ დიდი მნიშვნელობა რამდენ C ვიტამინს მიიღებ და რა სიხშირით. მნიშვნელოვანი დიდი პრობლემით C ვიტამინის მიღებას არ მოყვება, თირკმელებში კენჭების რისკი შეიძლება გაზარდოს მაღალ დოზებში, 1 გრამზე მეტს თუ მიიღებს ადამიანი დღის განმავლობაში. თუმცა არ არის სასურველი რომ 1 გრამს გადააჭარბოს, მაგრამ უსაფრთხოდ მიიჩნევა ხოლმე ზოგადად 1 გრამზე მეტიც, მაგრამ რეკომენდირებულია 1 გრამზე ნაკლები. ბუნებრივი წყაროები რა არის C ვიტამინის? ანუ არის რამდენიმე მცენარე, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, მაგრამ არ იყიდება ეგენ და ამაზე არ გავჩერდები, რაც იყიდება იქიდან იმათ შორის, აი ბულგარული წიწაკა შეიცავს ყველაზე მეტს, დაახლოებით 130 მგ-ს 100 გრამზე, კივი შეიცავს 90 მგ-ს დაახლოებით 100 გრამზე, მარწყვი და ზოგადად კენკროვანი და პორტოხალი დაახლოებით 50 მგ-ს. ნუ ვთქვათ პორტოხალი დიდებია და ზოგჯერ 100 მგ-მდე შეიცავს. იმიტომ ცნობილი რომ ერთ პორტოხალს შეჭამდა უკვე თითქმის 100 მგ C ვიტამინს იღებ. თუმცა კივი უფრო მეტს შეიცავს თუ 100 გრამზე გავხილით, მაგრამ თუ გავხილით იმას რომ ერთი კივი 100 გრამზე ნაკლებია ხშირად და ერთი პორტოხალი კიდე ხშირად 200 გრამია, მაშინ გამოდის რომ ჯამურად მოკლედ პორტოხალიდან უფრო მეტ C ვიტამინს იღებ. მეორე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს არის ვიტამინი E. ვიტამინი E არის ძლიერი ანტიოქსიდანტია და ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. დაახლოებით 100-დან 400 საერთაშორისო ერთეულამდე მიღება მიიჩნევა ფილტვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ და ანთებას ამცირებს, ქრონიკულ ანთებას ამცირებს ორგანიზმში, მათ შორის ფილტვებში, ბრონქებში და ამ მხრივ მოაქვს სარგებელი. 100-დან 400 საერთაშორისო ერთეულამდე მიიჩნევა უსაფრთხოდ, როგორც გითხარით, მაგრამ 400-ზევით აღარ არის რეკომენდირებული. ამ ფარგლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას სასარგებლოა და ეფექტურია, განსაკუთრებით ქალებში. ან კვლევების მიხედვით ვიტამინი E-ს განსაკუთრებული ბენეფიტები თუნდაც სასუნთქის სისტემის მხრივ მოაქვს ქალებში. ბუნებრივად როგორ შეიძლება ვიტამინი S მიღება, თხილეულობა, თითქმის ყველა თხილი, ნუში, ჩვეულებრივი თხილი, მიწის თხილი, ნიგოზი და ასე სხვა თესლები კიდე, აი ჩიას თესლი, სელის თესლი და ესენი და ზეთები რაც არის თითქმის ყველა ზეთი შეიცავს ვიტამინ S. მესამე მნიშვნელოვანი დანამატი რისი მიღებაც შეიძლება ბრონქების და ფილტვების გაწმენდისთვის არის მაგნიუმი. მაგნიუმს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ერთი რომ კუნთებს ადუნებს და ბრონქებს აფართოებს და ბრონქების გაფართოება ნიშნავს რომ ადვილად ჯერ ერთი ადამიანის დისკომფორტი ეხსნება, გულმკერდის მიდამოში დისკომფორტი, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ასთმისკენ მიდრეკილება აქვს, მათ ახასიათებს და ამ ხრივ მოქმედებს ეფექტურად და ანთებას ამცირებს და ბრონქების გაფართოება და პლუს ანთების შემცირება ნიშნავს რომ ბრონქები ადვილად იწმინდება შედარებით და იმასაც ნიშნავს რომ ჰაერის გამტარებლობა ბრონქებში უკეთესია. დაახლოებით მაგნიუმი 300-დან 400 მგ-მდე მიიღება დღის განმავლობაში. ამ ფარგლებში უსაფრთხოა, ანუ ესეთი მაღალი დოზებით რომ შეიცავდეს სხვა საკვები შეიცავს რა თქმა უნდა მათ შორის თხილეული, მათ შორის ბოსტნეული, მაგრამ ცნობილი ფაქტია რომ მხოლოდ საკვებით მაგნიუმის საკმარის რაოდენობას, აი ის ბენეფიტები რო გქონდეს, რა ჯანმრთელობის ბენეფიტები მაგნიუმს აქვს, ანთების შემცირება, ბრონქების გაფართოება, ამას ვერ იღებს საკვებით მხოლოდ, ამიტომ საკვების დანამატები მნიშვნელოვანია ამ დროს. 400 მგ-ის ფარგლებში დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროით მაგნიუმის მიღება მიიჩნევა უსაფრთხოდ და ერთ-ერთი ეფექტურია.
მეოთხე არის N-აცეტილცისტეინი, ესეთი დანამატია. აცეტილცისტეინი საქართველოში, აი ACC-ს სახელითაა ცნობილი, ACC ის ხველის, როგორც ხველის საწამლო, ესეა დარეკლამებული. სიამლეში აცეტილცისტეინი რა არის? რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ერთი არის, რომ ძლიერი ანტიოქსიდანტია, ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, იმდენად ძლიერი, რომ მაგალითად ღვიძლის ტოქსიურობა როცა ვითარდება, თქვა პარაცეტამოლით, გადამეტებული პარაცეტამოლით მოწამლისას, აცეტილცისტეინი წარმოადგენს გამანეიტრალებელს მაგ შემთხვევაში, ანუ ღვიძლის დამცავი ფუნქცია აქვს, მაგრამ ამავდროულად მთელ ორგანიზმში ძლიერი ანტიოქსიდანტია და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს ორგანიზმს. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ აცეტილცისტეინი, ბევრ გაიდლაინშია შეტანილი როგორც დამხმარე საშუალება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ახლა ქრონიკული ბრონქიტის პირველი რიგის მკურნალობა წამლების ნაცვლად აცეტილცისტეინი მიიღოს ადამიანმა, ეს უგუნურობა იქნება, წამლების თავისი ადგილი აქვს, მაგრამ როგორც დამხმარე საშუალება, ან იმისთვის რომ დავიცვათ თავის ამ რამე სერიოზული განვითარდება, ამ შემთხვევაში აცეტილცისტეინი არის მაღალეფექტური, განსაკუთრებით მაღალ დოზებში მიიჩნევა ეფექტურად 1200 მგ-მდე დღის განმავლობაში. აცეტილცისტეინი როგორც საკვები დანამატი, ხანგრძლივად მიღება შესაძლებელია თვეების განმავლობაში, 6 თვე მაგალითად, მეტიც შესაძლებელია და არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ქრონიკული ბრონქიტის დროს მაგალითად გამწვავებების სიხშირეს ამცირებს აცეტილცისტეინი. ასევე აცეტილცისტეინს აქვს მუკოლიზური ეფექტი, ანუ ათხიერებს ნახვას და ადამიანს ამოხველებას უადვილებს. ეგეც დიდი უპირატესობაა, რაც აცეტილცისტეინს აქვს. ამოხველებას აადვილებს. როგორ ჯობია მისი მიღება? ჯობია დღეში ორჯერ ან ერთხელ და ჯობია საკვებისგან დამოუკიდებლად, მაგრამ თუ კუჭს აღიზიანებს ან ესე უსიამოვნო შეგრძნებები აქვს ადამიანს, მაშინ შესაძლებელია მისი მიღება საკვებთან ერთად. შემდეგი მეხუთე მნიშვნელოვანი საკვები დანამატი არის კვერსეტინი და ბრომელაინი. ერთად ვამბობ, იმიტომ რომ ორივე დაახლოებით ერთნაირად მნიშვნელოვანია. კვერსეტინს აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგალითად ანთებას ამცირებს, ალერგიულობას ამცირებს, ბრონქების გაფართოებას ხელს უწყობს, ჰისტამინის დონეს ამცირებს. ანუ რამდენიმე მნიშვნელოვანი მცირედ გამოხატული, მაგრამ მნიშვნელოვანი პოზიტიური მხარეები აქვს კვერსეტინს. დაახლოებით 500-დან 1000 მგ-მდე მიიღება დღის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში და კვლევი მეტნაკლებად აქვს. ბოსტნეული და ხილი და ესეთი რაღაცები შეიცავს, მაგალითად კენკროვანი, ვაშლი, მწვანე ჩაი, წითელი ღვინო, ანუ ხილის და ბოსტნეულის მიღებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ არა მარტო თქვა პექტინს და ვიტამინებს შეიცავს ვაშლი, არამედ შეიცავს კვერსეტინსაც, რომელიც სასუნთქ სისტემაზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს და არა მარტო მას, სხვა კომპონენტებსაც შეიცავს. და ბრომელაინი არის შემდეგი საკვები დანამატი, რომელიც შედის ანანასის შემადგენლობაში და ფერმენტია მოკლედ ესეთი, რომელიც ლორწოს სისქესაც ამცირებს, ეს ერთი დადებითი მხარე აქვს, ანთებასაც ამცირებს, ეს მეორე დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით აი ცხვირში შეგუბება ვისაც აქვს, მათ და სინუსიტი ვისაც აქვს, მათთვის საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა დაახლოებით 320 მგ სამჯერ დღეში, დაახლოებით 10-12 დღის განმავლობაში. ეს არის სტანდარტული დოზირება, შეიძლება დაბალი დოზებითაც მეტი ხნის განმავლობაში, თუმცა სტანდარტულად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გამოიყენება. კვერსეტინსაც და ბრომელაინსაც ორივეს აქვს, რომ წამალს შორის ურთიერთქმედებები აქვს, შეიძლება მაგალითად სედატივების მოქმედება გააძლიეროს, სისხლდენის რისკი გააზარდოს ან გაათხიეროს სისხლი და ამიტომ მათი ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ჯობია რომ რაღაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს ადამიანმა. ეს მინდოდა რაც მე თქვა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები,
დაალაიქეთ, გამოწერეთ, გააშიარეთ, ან დააკომენტარეთ. არხის განვითარებას შეუწყობთ ხელს ამით, რადგან YouTube-ის ალგორითმი ასეა მოწყობილი, რომ რაც მეტ აქტიურობას ხედავს არხზე, მით მეტად აპრომოციებს ამ ვიდეოს და მეტ ადამიანს აჩვენებს ვიდეოს, იმიტომ რომ თვლის, რომ პოპულარულია ეს არხი და ეს ვიდეოები, ამიტომ მნიშვნელობა აქვს თქვენს აქტივობას არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ გაინტერესებთ.